პირველი სამედიცინო რადიო MED-FM 100.3 წარმოგიდგენთ გიორგი გეკელიძის საავტორო გადაცემას ლიტერატურა და სხვა. ყველაფერი წიგნებსა და მათ ავტორებზე. ყოველ სამშაბათს 19 საათზე. ალღაზე 100.3. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ლიტერატურა და სხვა. მე გიორგი გეკელიძე ვარ და ჩვენი სტუმარი არის მარკეტინგის სპეციალისტი გურამ შეროზია, რომელიც არასდროს არ ჩდება მხოლოდ ერთი სპეციალობის ფარგლებში. მე ამას წინ გადავხედე რაღაც თვალსაზრისით შენს აქტივობებს და ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობ, მაგრამ რახან დღეს ჩვენი თემა მეტნაკლებად ეხება ტექსტს, გარკვეულწილად ლიტერატურასთან კავშირში ფენომენს. ჩვენ ვისაუბრებთ ბლოგებზე, ზოგადად ბლოგოსფეროზე და ამ ტიპის ფენომენზე საქართველოში, რომელიც ბევრის აზრით დღესდღეობით ცოტა უფრო ვთქვათ აქტუალობას კარგავს იმასთან შედარებით, რაც ვთქვათ იყო დაახლოებით 2-3 წლის წინ სოციალური ქსელების მომძლავრების გამო. შეიძლება ეს არგუმენტი არ იყოს სწორი და სხვა ვთქვათ თვალსაზრისით იყოს პრობლემები. მოკლედ მე მაინტერესებს და ჩემი პირველი კითხვა გულისხმობს ზოგადად ქართული ბლოგოსფეროს შენეულ ანალიზს და შენს ამბებზე მე უკვე ნელა გადმოვიდეთ. მოგესალმებით გიორგი, მოგესალმებით რადიო მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება შეკითხვას ბლოგოსფეროსთან დაკავშირებით, მე ვთვლი, რომ არასაკმარისად არის განვითარებული საქართველოში. ამის ძირითადი მიზეზი ვერ გეტყვირა, შეიძლება იყოს, შეიძლება იმიტომ რომ არც ისე მომგებიანი სფეროა დღეისთვის, თუმცა თუ მარკეტინგული თვალსაზრისით მიუდგებით, არის ერთ-ერთი ძალიან ახალი არატრადიციული მეთოდი მარკეტინგის, content მარკეტინგის შემადგენელი ნაწილი, რაც ასე ვთქვათ, ადამიანებს ნელ-ნელა ბეზრდებათ რეკლამა, როცა კომპანიები აპირებენ თავის თავს და ამბობენ, რომ მე ვარ კარგი და ამ შემთხვევაში ძალიან კარგი საშუალებაა, როცა ბლოგის კუთხით, სხვა თვალით ხდება შენი, ასე ვთქვათ, სიტუაციის დანახვა, მაგალითად ინტეგრაცია ბლოგში, სიტუაციის შემთხვევაში რაღაც კომპანიის პლეისმენტი და კომპანიაზე საუბარი. და მე მივესალმები, რომ ბლოგოსფერო განვითარდა საქართველოში კარგად და ეს როგორც კომერციული, ასევე დაინტერესების თვალსაზრისით იყოს მოთხოვნადი. და რაც შეეხება პოპულარიზაციას, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყან ამასთან დაკავშირებით, ის რომ ჩემი ბლოგი გახდა ძალიან მალე პოპულარული და მან იმოქმედა ჩემს პირად პოპულარიზაციაზე, როგორც ავტორის. ალბათ ეს იყო ამის ერთ-ერთი დამსახურება იყო ისიც, რომ არ არის არც ისე კარგად არის ბლოგის სფერო საქართველოში განვითარებული. კი ბატონო, იცი რა არის? შენ თქვი რომ გარკვეულწილად შენმა ბლოგმა განაპირობა შენი პოპულარობა. ზოგადად, როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ბლოგებზე, მე ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი, თქვათ ამ საკითხისადმი, ამბობენ, რომ ბლოგზე სერიოზული ამბავი ძალიან ნაკლებად შეიძლება მოხდეს. აი მაგალითად მე შემოხვედრია ადამიანები, რომლებიც ამბობენ, აი რაღაც ბლოგივით გიწერია, ვთქვათ. რაც ნიშნავს იმას, რომ გიწერია ზედაპირულად მათი აზრით, რა თქმა უნდა, და რაღაც თვალსაზრისით, ვთქვათ, არადამაჯერებლადაც. ეთანხმები ამ ამბავს? ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმო იმას, რომ განსხვავდება ჟურნალისტიკისგან ბლოგი, ანუ გარკვეულ შემთხვევებში არის ხოლმე, როცა ითხოვენ ზუსტად იგივე ენას ლიტერატურულს, როგორც თქვა ჟურნალისტის მიერ დაწერილ სტატიაში. რეალურად ბლოგი არის ძალიან მარტივი პლატფორმა იმისთვის, რომ გადმოსცე შენი მოსაზრებები და შეიძლება იყოს შენს ენაზე, შენი ტერმინოლოგიით და ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი და გადამწყვეტი ის, რომ დაიცვა, ასე ვთქვათ, ჟურნალისტიკის რაღაცა კონკრეტული წესები და ფორმები. და ამ შემთხვევაში შენი პოპულარობა რამ განაპირობა? თემატიკამ თუ ამ თემატიკის აღწერის გზებმა? თემატიკამაც და თემატიკის აღწერის გზებმაც. ალბათ იმან რომ ჩემი რაღაც მარკეტინგული უნარჩვევები ჩავრთე და დაახლოებით მივხვდი რა შეიძლება გამხდარიყო ეს ვთქვათ შედარებით მოთხოვნადი და წაკითხვადი. დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბევრი წლის წინ, დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე აქტიურად მოღვაწეობა უფრო ლიტერატურული, მხატვრული ლიტერატურის მიმართულებით. გიცნობდი, სხვადასხვა ბლოგებს არ დავწოდე, ჩემმა მეგობარმა თათია ელიაძემ მითხრა, რომ ამ სახის ბლოგებს წერსო და შემდეგ მივაკითხე და ვნახე, რომ იქ გაცილებით მეტი ხალხი გიცნობდა თურმე სამწუხაროდ თუ სამედნიეროდ, ვიდრე თქვათ პირველ სფეროში. იცი რა უფრო სამწუხაროდ ალბათ, იმიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 10 წელია რაც ლექსებს და პოეზიის და პროზის მიმართულებით მუშაობ, ხო.
და იმდენად რამდენიც არ არის ძალიან მოთხოვნადი, რა თქმა უნდა, ყავს თავისი მკითხველი, თუმცა ეს არის ძალიან ვიწრო სფერო. ბლოგი შეიძლება გაცილებით უფრო მეინსტრიმზე იყოს გათვლილი და გაცილებით მეტ ადამიანს მოერგო გააჩნია რა თემას ირჩევ. სულ თავიდან როცა გავხსენი ბლოგი, ჩემი ძირითადი მიზანი იყო, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ და მეწარმოებინა ქრონიკა ჩემი მოგზაურობების, აღმეწერა რაღაც სიტუაცია, რომელიც ვიღაცას გამოადგებოდა რაღაცაში. ჩემი მაგალითი. ანუ რაღაც ბლოგურ ოდისეას აკეთებ. ვაკეთებდი, ხო, ვაკეთებ პრინციპში შეიძლება ითქვას, ახლაც უბრალოდ ახლა ცოტა ვიცვლი მიმართულებას. და ერთხელ მოხდა რაღაც შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ჩემი აღშფოთება და რატომ მქონდა პლატფორმა, რაღა Facebook-ის სტატუსზე დამეწერა და დავწერე ჩემს ბლოგზე. და იმდენად დაიტაცეს, მე ერთ-ერთმა ტელევიზიამ გადაცემა გააკეთა მსგავსი მიმართულებით, შეიძლება თემა იყო აქტუალური და დაემთხვა, მაგრამ იმდენად ერთ შემთხვევა და ჩემს ბლოგში მოყვანილს ბავშვების, ესე ვთქვათ, ზღაპრების შექმნილი სტერეოტიპები. ის რომ ყველა დედინაცვალი ბოროტია, ის რომ უმცროსი და ანძმარი ყველაზე კარგი და უფროსებს შურთ, ის რომ ბოროტი ყოველთვის ყდება ბოლოში. გარკვეულწილად რაღაცა ანალიზურ საჭიროებასაც მოითხოვს, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ ამგვარ თემაზე წერ, გარკვეულწილად რაღაც ინფორმაცია უნდა გქონდეს, სერიოზული და არა ვთქვათ, მხოლოდ მეზობლის ბავშვის დაკვირვებას ვერ მოახერხებს, ხო, ამ ამბავს, ალბათ. ის რა არის გააჩნია? ზედაპირულობა იკარგება უკვე. იცი რა გააჩნია, რა კუთხით განვიხილავთ, ანუ თუ მოვიყვანთ ახლობით 10 მაგალითს და განიხილავ ბევრ ზღაპარს, ამ შემთხვევაში არ აქვს განამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ნუ ამ ბლოგ პოსტში არ ქონა განამწყვეტი მნიშვნელობა იმას, რა გავლენა მოახდინა ბავშვებზე. რეალურად იყო ის, რა მიმართულებას გვაძლევს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს. ანუ ამას არ ქონია ანალიტიკური ფორმა, ვთქვათ, არ გამოვლენილა ვიღაც ბავშვი, რომელზეც უდად იმოქმედა და რომელსაც დედინაცვალი შეზულდა იმის გამო, რომ ვთქვათ, იქ ზღაპარში ეწერა, ან ქოს ადამიანის მიმართ გავჩნდა ნეგატივი, იმიტომ რომ მატყუ არასთან იკრიბდება ყველა ზღაპარში. უბრალოდ აქ იყო საუბარი იმაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს და რატომ არის ყველა ზღაპარი ნეგატიური, რატომ კლავენ ყოველთვის ბოროტს, როცა შეიძლება გამოსწორდეს და ბავშვმა იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება გამოსწორდეს ადამიანი და ანუ ესე ვთქვათ, პროგრესირება მოხდეს რაღაცის. და ეს იყო პირველი თემა, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა და ძალიან ესე ვთქვათ, დაიტაცეს ეს ბლოგპოსტი და ამის შემდეგ უკვე დაახლოებით მიმართულებას მივხვდი, რა შეიძლება აინტერესებდეს ადამიანებს, ხშირად ვეხმაურები მიმდინარე აქტუალურ თემებს, რაღაცა ხდება და იქ ვაფიქსირებ ჩემს აზრს. და ამ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ის, რამდენი ადამიანი სათქმელს ამბობ ერთი ბლოგ პოსტით. და მოწინააღმდეგე უფრო მეტი გყავს შენი აზრით თუ მომხრე საკუთარ მოსაზრებებთან დაკავშირებით და პირად მტრებს არ გულისხმობ. იცი რა არის, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემზე ეს დამოკიდებული მყავს უფრო მეტი მომხრე ვიდრე მოწინააღმდეგე. მაგალითად, როცა ვიცი, რომ რაღაც თემა თუ ვარ ყველას წინააღმდეგ არის ჩემი აზრი, ამ შემთხვევაში არ ვწერ, იმიტომ რომ არ მაქვს სურვილი, რომ 90% მანდ მკითხველების მოანცხვენდა. შენთვის ეს ერთგვარი ირიბი კომერცია. ირიბი კომერციაც არის, ოღონდ არაპირდაპირ, არაკომერციული გაგებით. რეკლამა არავის არ უდევს ალბათ ბლოგზე, მაგრამ ეს ყველაფერი შენ ხედს გიწყობს, რომ სხვაგან გაეადვილო შენი საქმეები, ალბათ. კი, ეს მიმართულება ზუსტად. და დაახლოებით როცა ვიცი, რომ ჩემი აზრი ემთხვევა ადამიანების უმრავლესობის აზრს, მე ერთგვარად ვაჯამებ ამ ყოველს მოსაზრებას და როცა ადამიანი კითხულობს, როცა ვამბობ მათ სათქმელს ბლოგ პოსტით, შემდეგ ხდება მისი გაზიარება, ანუ არ ამატებს თვითონ კომენტარს, პირდაპირ აზიარებს, რომ თქვა ჩემი სათქმელი თქვა. არის მოწინააღმდეგეების, ან ძირითადი მიზანი არის ის, როცა ბლოგ პოსტს წერ რეიტინგისთვის, რომ ვიღაცას ძალიან მოეწონოს, ეს თქვა მალამოთ მოეწყოს და ვიღაცას ეტკინოს. ნუ ეს გარდაუვალი. გასაგები, ეს არის შენი სტრატეგია, ახლა გადავიდეთ უფრო, თქვა, რაღაც თვალსაზრისით ზოგად თემებზე. შენი აზრით დღეს ბლოგს, ბლოგერს აქვს თუ არა გარკვეულწილად, თქვა, თქვი რომ რაღაც თვალსაზრისით შენ მაინც ამ წუთას გაქვს ისეთი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ბევრის, თქვა, მომხრობას, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ ფსევდოპოპულიზმს, მაგრამ ამავდროულად ხომ არ უნდა კონდეს ბლოგს გარკვეულწილად სოციალური ფუნქცია, სოციალური, თქვა, ყოფის გარკვეულწილად კრიტიკული თვალით დამკვირვებლის ფუნქცია. ანუ ხომ არ უნდა, თქვა, ავლენდეს ბლოგერი და ხომ არ არის მეთქი ეს ყველაზე უფრო კარგი სივრცე რაღაცა მანკიერებების გამოსავლენად. იდეაში არის ძალიან კარგი სივრცე, იმიტომ რომ ბლოგს ყავს საკმაოდ ბევრი მკითხველი, იმიტომ რომ არის რაღაც ადამიანური ენაზე, გააჩნია მე როგორ წერს. მაგრამ ეს შენი ინტერესი ახლა არ არის. ჩემიც არის კი. ნუ ძირითადი თემები პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამ თემებს ემსახურება მეტნაკლებად. რომ გამოვლინდეს ცოტა სატირის ფორმატში, ანუ
მეტნაკლებად ირონიული ფორმითაც შეიძლება ითქვას მოხდეს რაღაცების ხაზგასმა, წაიკითხოს ვიღაც ადამიანები და შემდეგ ამაში ამოიცნობს ან საკუთარ თავს, ან მეზობელს, ან ათესავს და ამით ხდება თითქოს რაღაცის პროგრესირების ხელშეწყობა. ანუ შენ ფიქრობ, რომ ბლოგს დღესდღეობით შეუძლია რაღაც ცვლილების შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში? ვერ გეტყვი რამდენად შეუძლია, მაგრამ ცდა არის მეორე თემა. მე ვცდილობ, ანუ მაქვს ძალიან ბევრი ბლოგ პოსტი, რომელიც ემსახურება რაღაც ვთქვათ სტერეოტიპების გადაგდებას რაღაც. აი ვთქვათ რა სახის სტერეოტიპებს აკრიტიკებ როგორც წესი საკუთარ ბლოგებში? მაგალითად მქონია ერთ-ერთი შედარებით მეტნაკლებად იუმორისტული ბლოგ პოსტი, რომელიც ეხებოდა გრუზინკა ქალებს, ცალკე და გრუზინ მამაკაცებს. სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც ან ტრადიციული გაგება რაღაც მიმართულებებს, რომელიც არის მოძველებული და იყო ირონიული ფორმით, აი მსუბუქი ფორმით დაცინვა. რომელმაც გამოიწვია საკმაოდ დიდი აგრესია ვიღაცაში, ვინც იყო მისი ადრესატი და გამოიწვია ძალიან დიდი ესეთი პოზიტივი იმ ხალხში, რომელსაც ასევე აღიზიანებდა ყველაფერი და როცა ძალიან ბევრი ადამიანი შენ დაგვირვებით ჩემი დაკვირვებით მომხრე იყო ცოტათი მეტი თუ ჩავთვლით გრუზინ და გრუზინკას პოსტებს. ანუ შენ დასკვნები ამ თვალსაზრისით არის ესეთი ოპტიმისტური. კი, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე შევიცვალე, ანუ როდესაც ბლოგის პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი, პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემი მიზანი თავიდან იყო ის, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი გამხდარიყო, ისე ვთქვათ, მიმდევარი ბლოგის და ბევრი მკითხველი მყოლოდა, რომ შემდეგ უკვე ამ ადამიანებს შემეთავაზებინა შედარებით უფრო ხარისხიანი და შედარებით უფრო ანალიტიკური ღრმა მასალა. და თავიდან მეტნაკლებად ეპატაჟურიც იყო ბლოგ პოსტები და ახლა როცა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, რომ ყავს ძალიან ბევრი მუდმივი მკითხველი, არ არის ჩემი ამოსავალი წერტილი, რომ მაინც და მაინც გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი და ვთქვათ, თუნდაც მოხდეს რაღაცა დაპირისპირება, იმიტომ რომ ეს მომხდარა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ამ შემთხვევაში უკვე შედარებით უფრო ბიზნესის მიმართულებითაც წავედი და მხატვრული ლიტერატურაც მაქვს ბლოგში მიმოხილვა. რაც შეეხება ბლოგოსფეროს ერთ მიმართულებას, რომელიც შეიძლება ტექნიკური თვალსაზრისით იყოს სხვანაირი და იდეაში ერთი და იგივე სათქმეს ემსახურებოდეს, ანუ ეგრეთ წოდებულ ვიდეო ბლოგებს, vlogებს. მან როგორ არის საქმე შენი მიმართულებითაც და მე უკვე ვთქვათ კლიანად ქვეყნის მასშტაბით. ხო, ჩემი მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი არ ხდება ვიდეო ბლოგების კუთხით, ვიდეოს ბლოგის ვარიანტში თუ განვიხილავთ იმას, რომ მქონია ვთქვათ ლექსების პოპულარიზაციის მიზნით, რამდენიმე ვიდეო კლიპი გადამიღია ლექსებზე, სადაც იყო ავტორის ხმით წაკითხული, ვთქვათ ლექსი, მუსიკის ფონზე, ასე შემდეგ. ხო, თუმცა ბლოგის კუთხით მსგავსი ინიციატივა ჯერ არ მქონია. მართალია მოვემზადე ტექნიკურად ყველა კუთხით, ანუ ვიყიდე კამერა, ასე შემდეგ. თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ვარ მობილიზებული ამ კუთხით კარგად. მომივიდა სხვათა შორის ახლა უცებ სპონტანურად ასეთი იდეა, რომ თუ გინდა ვთქვათ, რომ შენი ლექსები ბევრმა წაიკითხოს, შეიძლება სათაური იგივე გამოიტანო, რაც ბლოგზე როგორ ვიმოგზაუროთ მალდივებზე და იქ რო შეხვალთ მოულოდნელად ვკითხოს დაახლოება ლექსი, რაც რაღაც თვალსაზრისით შეიძლება კარგი ფანდიც იყოს ადამიანის. კლიკებს მომიტანს ბევრს, მაგრამ ლანძვაგინებასაც ბევრს მომიტანს. არა უშავს ხა ეს ლანძვაგინებას ვინ მოუკლავს როგორც ჩვენი წინაპრები ამბობენ. ზოგადად შენ დაკვირვებით რა ხდება ქართულ ბლოგოსფეროში. აი მაგალითად მე მესმის საერთოდ და რომ რაღაც თვალსაზრისით დელიკატური საკითხია, როცა შენს კოლეგებზე გეკითხებიან ან კარგს ან ცუცს, მაგრამ ესე კარგს და ცუცს მაინც არ გთხოვ. ვინმე გამორჩეული თუ გახსენდება, რომელიც დღესდღეობით ბლოგებს აწარმოებს, თვითონ შენ ყავს თუ არა უშუალო კონკურენტი თუნდაც ამ მიმართულებით. იცი რა, არ ვიცი რამდენად შეიძლება, ანალიტიკა ამ კუთხით არ ჩამიტარებია, იმიტომ რომ არის არ დამდგარა, ხო, მაგას ვამბობ, რომ ეხა რა პასუხიც უნდა გაქცე, იქნება ერთი თვალის გადავლებით, იმიტომ რომ ჯერ არ გამომჩენია ესეთი კონკურენტი, რომელსაც რაღაცა შეიძლება ხელი შეეშალა და რაღაც გადაეფარა. არა, ხელი შეიძლება ხელოვნურად არ შეეშალა, მაგრამ მას გაეკეთებინო, თქვათ, ანუ იმ წუთას უკეთესი, ან თქვათ, შენი მასშტაბის და ესე შემდეგ. იმდენად ცოტანი ვარ, გიორგი, რომ მე მგონია რომ არ ვიკვეთებით და ჯერჯერობით არ ხდება ესეთი გადაკვეთა. ვერც გამოვყოფდი რომ რაღაც ვიღაც განსაკუთრებით ცნობილი ბლოგერი, რომელიც ესე ვთქვათ, პირველ რიგში მიტივდება რაღაც top of mind-ში, ესეთი არ მახსენდება და ზოგადად არის ნაკლებად განვითარებული, ხა მე არ ვარ ესე ვთქვათ, ამ კუთხით არ მაქვს პრობლემა, ვთქვათ, რაღაცაზე ვთქვათ, თეთრი ან შავი, ანუ როცა არის რაღაც უარყოფითი მიმართულება, აღსანიშნავია. მინიმუმ ის მაგალითი, რომ ერთ-ერთ წინა სამსახურში დამჭირდა, რომ ბლოგერებისთვის რაღაც მცირე შეჯიბრი გამეკეთებინა, ანუ მიმეცა ესე ვთქვათ, თემატიკა და დაეწერათ რაღაც კონკრეტული მიმართულები და ფიზიკურად 10 ბლოგერიც კი ვერ ვიპოვეთ ისეთი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტულ თემაზე რაღაცას ისეც გააკეთებდა და იქნებოდა, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი ვიზიტორი და წამკითხველი ეყოლებოდა ამ ყველაფერს.
და შენი აზრით ბლოგერობას სპეციალიზაცია ჭირდება მაინც რაღაც მიმართულებით. ბლოგერობას მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ადამიანი რო იყოს ბლოგერი, აუცილებლად რაღაც დოზით შეიძლება კონდეს ლიტერატურასთან შეხება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მას აქვს ესეთი დაალაგებული, კარგი მხატვრული ენა, რომელიც ასაკითხად არის კარგი, იმიტომ რომ რაც უნდა მაგარი აზრი და იდეები კონდეს, შეიძლება ვერ გადმოსცე ფიზიკურად კარგად და დარჩეს ეს იდეა, ესე ვთქვათ, ფურცელზე და ვერ მოახდინოს შტაბის-სტილე. მე მინდა გამახსენო შენი იმ ლექციის სათაური, რომელსაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ეს იყო როგორ ვიმოგზაუროთ, ზუსტად რომ გავიხსენოთ. როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ქართულ ფასად. ქართულ ფასად, ხო, ესეთი ტიპის სათაური, რომელიც ხადია საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს და მე მინდა პირდაპირ თქვა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მე ნაკლებად მახსოვს ამდენი ადამიანი მოსული ლექციაზე, რამდენიც ამ შემთხვევაში შენს ლექციაზე იყო მოსული, გულისხმობ აი ამ სათაურის ქვეშ გამართულ ლექციას, რომელმაც ხადია გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი, მაგრამ ამავდროულად თუნდაც ჩემს ირგვლივ გამოიწვია კითხვები, რომ რა შეიძლება ხა ადამიანს ასეთი უცნაური და მნიშვნელოვანი ეთქვა იმისგან განსხვავებული, რაც შეიძლება თანაც ვიღაც ნებისმიერ ამ საქმეში შეხედულმა იცოდეს, რომ აი ამდენი ხალხი მოვიდა და რას ისმენდა ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ეს კითხვა ლეგიტიმურადაც გაისმის, მე მესმის, რომ ეს ვთქვათ, ამას მეცխომ ვიზამდი პრინციპი ცოტა კომიკურია, მაგრამ მე მინდა ამ შემთხვევაში შენი კუთხით დანახული საკუთარი ლექციის წარმატება მოგვითხოვ. კი ბატონო. პირველ რიგში ის რომ ზოგადი თემატიკა იყო ერთგვარად შეჯამებული. შეიძლება თქვა პირველი პუნქტი ვიღაცას გავკვეთებია დამწერდაგან მეორეც ვიღაცას, მესამეც ვიღაცას, ეს ერთგვარი შეჯამება იყო. ეს იყო მოტივატორი და სტიმული იმისთვის, რომ ემოგზაუროთ და ვისაც არ ქონდა აქამდე გამოცდილება, უფრო იყო დამწყებებზე მეტნაკლებად გათვლილი, ვისაც ერთხელ გადაუკეთავს საზღვარი ან არ გადაუკეთავს და დაახლოებით დაკვალიანება. იყო თემები, რომელიც შეიძლება ისედაც მიხვდე უბრალოდ არ გაგახსენდეს და ესეთი აჯენდასავით იყო დაალაგებული რა არის შემდეგ და იყო რამდენიმე თემა, რომელიც შედარებით ახალია. ისეთი ფიზიკურად ვერ იქნებოდა ამ მიმართულებით, მოგზაურობის მიმართულებით, რაც დამსწრეთაგან არავის შეიძლება არ ცოდნოდა. თუმცა ფიდბექებს თუ შევაჯამებთ, შემდეგ რასაც პოსტავდნენ იგივე ივენთზე, შემდეგ შევქმნით ჯგუფი, სადაც რაღაც TripAdvisor-ის ვარიანტში ვცვლით ერთმანეთის მოსაზრებებს და უზიარებთ, ანუ შეიძლება ვიღაც იყო კონკრეტული მიმართულებით, რომელმაც ჩემზე მეტი იცოდა. თუმცა საერთო ჯამში ლექციის მიზანი იყო ის, რომ არა მხოლოდ მე მომეთხრო რაღაც მიმეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია, არამედ ერთმანეთშიც გაეცვალა და ბოლოს იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, როცა ერთმანეთს უზიარებდნენ თავის გამოწვევებს. საერთო ჯამში მეთვლე წარმატებით ჩაიარა, იმიტომ რომ მქონდა პირადად მომწერა ძალიან ბევრმა ასევე სადღაც 100-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც ზოგი მთხოვდა პრეზენტაციას, ზოგი შემთხვევაში იყო ის, რომ კიდე ჩავატაროთ რაღაც ესეთი შეხვედრები ინტენსიური, სადაც გავცვლით, ასე ვთქვათ, გამოცდილებაზე. საერთო ჯამში მე მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ. არის კიდევ თემა, რომელიც შენი აზრით გამოიწვევს ამ ხელა აჟიოტაჟს. მოგზაურობა ეთყობა თანამედროვე ქართველებს შეყვარებია საერთოდ ეს პრობლემა იყო ზოგადად, იმიტომ რომ გზის შიში არსებობდა რაღაც თვალსაზრისით. დღეს როგორც დავინახე ყოველ შემთხვევაში ამ ლექციაზე სხვანაირად არის საქმე. კიდე რა თემამ შეიძლება ვთქვათ ადამიანების დიდი ინტერესი გამოიწვიოს. თემა შეიძლება იყოს ისეთი, რაც აძლევს რაღაც სარგებლოს, რომელსაც პირდაპირ ფორმით გამოიყენებს. მაგალითად, როგორ დავსაქმდე წარმატებით და როგორ მოიქცეთ გასაუბრებაზე. შეიძლება ეს რომ დასერჩო ჩემი ვიდეო ლექციების ნახოს ამ კუთხით და ისე ვთქვათ, მაგრამ როცა ინტერაქციის საშუალება გვაქვს და დამატებით კითხების დასმის საშუალება, ეს არის ძალიან კარგი. დამატებით შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, როგორ ვიშოვოთ სამსახური, როგორ მოვიპოვოთ სკოლაში დაფინანსება რაღაც კონკრეტული საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ნებისმიერი რაღაც, რომელიც რაღაც სარგებლობას, რაღაცის სარგებელს ემსახურება. როგორ ავიღოთ გრანტი მაგალითად, როგორ დავწეროთ პროექტი. ინსტრუქციული ტიპის ლექციები არის გაცილებით უფრო მომგებიანი. ინსტრუქციული კი არის უფრო მომგებიანი, გააჩნია რისი ინსტრუქცია, რამდენიც აქტუალურია თემა, მაგალითად დასაქმება არის ძალიან აქტუალური, საზღვარგარეთ სწავლაც არის ძალიან აქტუალური, გავს მიმართულებები, ჩემი შეხედულებით არის ძალიან მოთხოვნადი. არა მარტო შეხედულებით, გამოცდილებითაც. და ხომ არ გიფიქრია, რომ თქვათ ამგვარი ტიპის რახან თვითონ ლიტერატურული დამწერალი ხარ, აი ამგვარი ტიპის გამოცდილება რაღაც თვალსაზრისით ესეთ გაიდ ციგნად გექცია, გაიდს ამ შემთხვევაში ზოგადი თვალსაზრისით ვიყენებ, როგორც არსებობს ძალიან ბევრი საზღვარგარეთ და ითარგმნება ქართულადაც, ხან ეს შეიძლება ცოტა გრაფომანულიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად როგორ ვიშოვოთ მილიონი, როგორ ვთქვათ არ დავკარგოთ საყვარელი ადამიანები. ძალიან ბევრ სათაურს წააწყდები დღეს ციგნის მაღაზიებში, რომლის ვთქვათ სათარგმნელადაც გამომცემელი დროსა და ფულს ხარჯავს. ესე იგი აქ რაღაც ყოფილა.
ისეთი, რომელიც საინტერესოა მკითხველისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ჩემთვის მსგავსი მიმართულება, აუცილებლად ვაპირებ, რომ რაღაც მსგავსი გავაკეთო, იმიტომ რომ მქონია საკმაოდ ბევრი ისეთი წარმატება, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ვიღაცას გონებოდა შეუძლებელი, მაგრამ გახდა შესაძლებელი. და რაღაც პერიოდის შემდეგ ალბათ რაღაც ისეთი მცირე გაიდლაინს გავაკეთებ სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად მოგზაურობის, როგორც შეიძლება 5 წელიწადში ნახო 50 ქვეყანა, ისე რომ დახარჯო 20 ქვეყნის ანახავი თანხა, პლუს ვთქვათ, როგორც შეიძლება 23 წელს ასაკში გახდე რაღაცა ტოპ მენეჯერი რომ რაღაც კომპანიის, ან დაახლოებით ბევრი მსგავსი მიმართულება, უბრალოდ ვცდილობ ჯერჯერობით მოვაგროვო ინფორმაცია და რაღაც ეტაპის შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გამოვცე, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში არა პოპულარიზაცია, იმიტომ რომ ამ კუთხით ვთვლი, რომ ნორმალურ ლეველზე ვიმყოფები და არ მაქვს მოთხოვნილება, რომ რაღაც ძალიან გაცილებით მეტი ვიყო, მეტი ვთქვათ, უფრო მაღლა და საერთო ჯამში ალბათ მიზანი იქნება ის, რომ ვიღაცამ გაიზიაროს, ვიღაცა სასარგებლო, ვიღაცისთვის სასარგებლო გახდეს და საბოლოო ჯამში ჩემი მაგალითი გამოიყენოს სხვებმაც. რა მაინტერესებს თუ კი თქვათ შენი ბლოგები ამ შემთხვევაში არის გარკვეულწილად ისეთი ხასიათის, რომელიც ადამიანებს აინტერესებთ, მათ შორის არსებობს თქვათ ყვითელი ტიპის ბლოგები, რომელიც ასევე აინტერესებთ ადამიანებს. როგორ ფიქრობ, ამ მიმართულებით რამე კეთდება დღეს საქართველოში, რომ ხარისხიანი ყვითელი გარკვეულწილად მედია არსებობდეს, თუნდაც ბეჭდური სახით, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვათ ინტერნეტთან. მოვიწყდი რომ რაღაც overdose გვაქვს ყვითელი მიმართულების ხარისხიანზე ვერ გეტყვი ზუსტად, იმიტომ რომ რა ამ მიმართულებით არ ვარ ექსპერტი, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც მქონია შეხება და რამდენიმე ბლოგპოსტი მქონია ყვითელი. მე თვალე რაღაც შოუებში სიმართლე გითხრათ ზუსტად არ მახსოვს მართლა რას ეხებოდა ის შოუები, უბრალოდ რეკლამას მოვხარ თვალე, მაგრამ იქ შენს ირგვლივ იყო ისეთი ხალხი, რომელიც ზუსტად მაგ მიმართულებით არის სპეციალიზებული, ან მონაწილეა მაგ პროცესში. მაგ ხო არ ეხებოდა მეთქი. ზოგადად ყვითელი მიმართულება არის ძალიან კარგი თემა ზოგადი მარკეტინგული კომუნიკაციის. შეიძლება ერთი შეხედვით ვიღაცას უკვირდეს, რომ აი რა გინდა ამ კონკრეტულ შოუში, ან შენი ადგილი არა, მე გამიტყვა. არა, მე ვამბობ მოსაზრებას ხალხის, ზოგადად, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაც ტაბუები უნდა არსებობდეს. კი, შენ აღნიშნე წეგანაც, რომ მნიშვნელოვანია თქვათ რაღაც სხვა, ანუ შეიძლება ამ კონკრეტულში არ მქონდეს სარგებელი, მაგრამ სხვა მიმართულებით შეიძლება მომენტან სარგებელი. ყვითელი თქვათ ველის გამოყენებაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ ახლა რეკლამის დროა, ეს არის გადაცემა ლიტერატურა და სხვა, მე გიორგი კეკელიძე გახლავართ, ხოლო ჩემი სტუმარი არის გურამ შერუზია, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. პირველი სამედიცინო რადიოს ეთერში თქვენ უსმენთ გიორგი კეკელიძის საავტორო გადაცემას ლიტერატურა და სხვა, ტალღაზე 103. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 59504 პირველი სამედიცინო რადიო მედეფემ 103 წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიძის საავტორო გადაცემას ლიტერატურა და სხვა. ყველაფერი წიგნებსა და მათ ავტორებზე. ყოველ სამშაბათს 19 საათზე. ტალღაზე 103. ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემა ლიტერატურა და სხვა, მე გიორგი კეკელიძე გახლავართ, ჩემი სტუმარი არის გურამ შერუზია, მასთან ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ქართული ბლოგოსფეროს ფენომენზე, პრობლემებზე და ასე შემდეგ და შემდეგ და ცხადია. გავწვდით აი ამ საკითხს და მივადექით ყვითელ სივრცეს, სხვა შორის უნდა ვთქვა, რომ ყვითელი პრესა როგორც ასეთი მოდის ახლა უკვე ძალიან საამაყო სახელად ქცეულ პულიცერიდან, რომელსაც პირველად გამოუშვა ასეთი ტიპის გაზეთი და იმდენად ვთქვათ ყვითელი ბიჭუნას კომიქსი იბეჭდებოდა, იმდენად პოპულარული გახდა თავის დროზე, რომ სერიოზული მოგებაც მოიტანა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პრიზად ითვლება მის მიერ დაწესებული პრიზი, პრემია პულიცერის. მოკლედ ხელწამოსაკრავი ამბავი მე არ მგონია ეს სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია სად და აქ ყველაზე მეტად არის ბრალდება ზედაპირულობისა და შენ გამოხვედი ამგვარ შოუებში, რამდენიმე შოუში და ისაუბრე სავარაუდოდ მე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა გითხრათ, არ მინახავს ეს შოუები, მაგრამ ჩემი აზრით ალბათ ისაუბრე იმ პრობლემებზე, რაზეც გარკვეულწილად საუბრობ ბლოგებში, თუ დიდი აცდენ არის. შესაბამისად თქვათ, რატომ მოხდა ეს და ალბათ რაღაც საყვედურებიც მიიღე, რომ მეტნაკლებად აკადემიური სივრციდან შენ აღმოჩნდი, რომელიღაც ვიღაცებისთვის საქილიკო პერსონებს გვერდით.
ხო, პირველ რიგში საქილიკო პერსონაჟს რაც შეეხება, ანუ ხშირად მისვამენ ამ კითხვას, რომ აი რა გინდან კონკრეტულ სფეროში, ან რატომ ზიხარ აი ამას და ამის გვერდით ვარ დავასახელე ბუნებრივად საყელდა გვარს. ნუ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემი პირადი შეხედულებით და ალბათ ზოგადი ობიექტური შეხედულებითაც. სად ხარ, მთავარია რას აკეთებ და რას ამბობ. შეიძლება ყველაზე ყვითელ გადაცემაშიც იყო ღირსეული საკმაოდ და შეიძლება ყველაზე სერიოზულ საქმეში შეხვედრაზეც იყო ძალიან ყვითელი და ესე ვთქვათ სასაცილო საქილიკო. მეორეს მხრივ ალბათ ისეთი კიდევ გამოალჩა მე შორს მაღალფარდოვანი ვიდეოები და მიზნებითაც ის რომ ხალხ ამ შოუებში ხდება ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც სულ მაგალითად აძლევს საზოგადოებას რომლებიც არ მოსწონთ მოდი დავარქვათ ისიც რომ ვანეიტრალებ და ვაძლევ ცდილობ რომ გავანეიტრალო და ვაჩვენო კარგი მაგალითი რას შეეხებოდა ეს თემები მაგალითისთვის პირველი ხო აი ერთ-ერთ სიტყვი შეეხებოდა ქართულ მოძველებულ ტრადიციებს, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში და რომელიც ესე ვთქვათ გვიფერხებს ბედნიერების ესე ვთქვათ შესაბამის ხარისხს. და შენ იყავი მომხრე ამ ტრადიციებისა თუ მოწინააღმდეგე? მე ვიყავი მომხრე ზოგადად თავისუფლების, თუმცა ვადასტურებდი და ხას ვისვამდი ამას ესეთი ლოგიკური ფორმით, იმიტომ რომ როდესაც ძალიან უხეში ფორმით უღებ ადამიანებს რაღაც ესე ვთქვათ თავისი კომფორტის ზონას ბუნებრივია ეწევა აგრესიას და მათ ჩაკეტილობასაც. ვცდილობდი რაღაც იუმორისტული ფორმით გვერდიდან დამენახებინა მათთვის ის რომ რაღაც არის სწორი ან არასწორი. და ყვითელ თემას რაც შეეხება მე მივესალმები და ეს არის ადამიანებისთვის მე არ ვთვლი არც ირცხვილად მსგავსი ტიპის თუნდაც ყველაზე უაზრო გადაცემის ყურებასაც, იმიტომ რომ ამ დროს ერთობ. თუ 6 საათამდე მუშაობ, ჩემ შემთხვევაში 6 საათამდე მუშაობ, 6-დან 9-მდე ლექციებს ვკითხულობ, არ ნიშნავს რომ 9-ის მერეც უნდა ვიყო აკადემიური. შეიძლება 9-ის მერე ჩავიწვე ჯინსი, არ ვიცი, არ დავივარცხნოთ, ჩვეულებრივი ფორმით, საშინაო ფორმით წავიდე სადღაც. ან მივიდე რომელიღაც გადაცემაში და ესეთ რილექს თემებზე ვისაუბრო, განვითვირთო. და მე ვერ ხვდები რატომ შეიძლება გახდეს ვიღაცისთვის რაღაც ნეგატიური შეხედულების მიზეზი ის რომ პარალელურად შეიძლება ვიყო ლექტორი და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი და ასევე მსგავს გადაცემაში მეკონცილებ. შენ წერ თემას მეტნაკლებად რამე საჭიროებო რაღაც თვალსაჩინო თემაზე რომელიც ეხება რაღაც გარკვეულ პრობლემებს რაც ანალიზს მოითხოვს და ამ დროს ვიღაცა ამბობს რომ აი ამ კაცის დაწერის მე როგორ წავიკითხავ ეს გუშინ რაღაც გადაცემაში იჭდა. ხო ანუ შესაბამისად თქვა შეიძლება ასეთი საფრთხეც არსებობდეს მეთქი იმიტომ რომ არსებობს ანაირ ქვეყანაში ცხოვრობ და შესაბამისად ბევრი უცნაური ამბავი შეიძლება გადაგოწყდეს დაუბრუნდეთ ისე ბლოგოსფეროს შენი აზრით ევალდებულება თუ არა მაგალითად ქართველ ავტორს საკუთარ ბლოგში წეროს გამართული ტექსტი პუნქტუაციით ორთოგრაფიულად და ეს შემდეგ და ეს შემდეგ კი, აუცილებლად შეიძლება ეს არ იყოს რაღაც მაღალ სტანდარტებს მოგებული ჟურნალისტიკის, მაგრამ ელემენტარულ გრამატიკულ შეცდომებს, როცა უშვებენ, თქვათ, ნებისმიერი ფორმით არის ძალიან გამაღიზიანებელი და მე ძირითად შემთხვევაში ამის ხაზგასმას ვაკეთებ, რამდენჯერმე გამიზიარებია და გამისვამს ხაზი, რატო წერს ეს ადამიანი, როცა ელემენტარული რაღაც გრამატიკული რაღაც მცირედი სკილზიც კი არ აქვს, მაგალითად წერტმძიმების დასმა ადამიანს ნაწილს გონია რომ თქვათ, ყველა რომის წინ იწერება მძიმე და მაგალითად მე რომ მოვდიოდი ასე შემდეგ იქაც კი მძიმეს ვამე ან რაღაც შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, რომელიც სათაურშიც არის გამოტანილი, მოკლედ ეს არის საშინელება. იდეაში მე ვთვლი, რომ ეს ადამიანმა ან არ უნდა წეროს, ან რაღაც ერთი თვით მეტი დაუთმოს რაღაც ელემენტარული გრამატიკის შესწავლას და მერე დაწეროს. ანუ ჟენდის ბლოგი გულისხმობს გარკვეულ პასუხისმგებლობებს, მათ შორის ენასთან. შეიძლება წეროს შინაურული ენით, ბლოგს მე აღვიქვამ ესეთ საჭორაო თემად. აი მაგალითად მე და შენ ვხედავთ, ჩაის სვამთ და რაღაც ზოგადად საჭიროებო თემაზე ვსაუბრობთ, როგორც ორი ადამიანი, რომელიც ერკვევა ამ საკითხში. და არა ვთქვათ რაღაც ლექციის ფორმატში ან რაღაც სტატიის ფორმატში, რაღაც შინაურ ენაზე, რაღაც თემაზე ვსაუბრობთ უბრალოდ. და მე ვეთანხმები, რომ შეიძლება ადამიანმა თავისი კომფორტის ზონიდან და თავისივე ენაზე რაღაც შეიძლება დაწეროს, მაგრამ ეს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ეს იყოს ძალიან სლენგებით გაძეძგილი, გრამატიკული შეცდომები და ასე შემდეგ. მე ახლა მაქვს კითხვა შენთან, როგორც ვთქვათ, პოეტთან ამ შემთხვევაში. თუმცა გარკვეულწილად შეიძლება ბლოგოსფეროც ვიგულისხმოთ აი ამ დიდმა ინტერაქციამ, დიდმა დოზამ და შეფასებების ვთქვათ, ასე ადვილად და პირდაპირ ნახვამ გულისხმობ კითხვების კომენტარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხომ არ ვთქვათ განაპირობა ის საცდური რომ ავტორი ცდილობს მოერგოს მკითხველის გემოვნებას პირდაპირ მის კომენტარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გააკეთოს ვთქვათ თავისი ტექსტი უხეშად რო ვთქვათ იმის მიხედვით რა გამოხმაურებაც მას ვთქვათ წინა ტექსტთან დაკავშირებით ჰქონდა.
გააჩნია რა არის ბლოგერის მიზანი ამ შემთხვევაში. აუცილებლად, პოეტის მიზანიც კი აუცილებლად ახდენს გავლენას. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანო, სულ თავიდან ბავშვობაში, სადღაც 8 წლიდან წერ მგონი ისეთ მარტივ ლექსებს. და ბავშვობაში ვსავაკითხებდი ოჯახის წევრებს, ყველა იძახდა, რომ აი ძალიან მაგრად წერ, ყოჩახას და შემდეგ და მე დავიჯერე რაღაც ეტაპზე, რომ მართლა ძალიან კარგად წერდი. და შემდეგ სადღაც 16 წლის ასაკში დავრეგისტრირდი ურაკ პარაგზე, ლიტერატურულ პორტალზე, სადაც სრულიად უცნობი სახელით, არგონავტის სახელით წერდი ლექსებს. და როდესაც დავიწყე ლექსების წერა, იმდენად ბევრი კრიტიკა შემხვდა და იმდენად გავილანწყე, რომ ჩემ თავს შევხედე ესე ვთქვათ გვერდიდან და მივხვდი, რომ საერთოდ არ ვწერ კარგად. შემდეგ წავიკითხე ძალიან ბევრი, რომელსაც აქებდა ადამიანები, მეტნაკლებად დავაკვირდი, სადმა დამეცვა სწორად, რომელი იყო სუსტი რითმა, რას ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა და რა მოსწონდა ადამიანებს, იმიტომ რაც მოსწონს ადამიანებს, რომელიც ამ სოციუმში ტრიალებს, მეტნაკლებად მათზე მორგება შეიძლება გაგზარდა ამან როგორც ავტორია და პირიქით არ მოხდა. და მე კიდევ შევიცვალე ერთხელ სახელი და დავიწყე უკვე განახლებული ლექსების წერა და ისევ ანუ ვიცი რა ეს პორტალზე თქვა ურაკ პარაკი. მაინც მეტნაკლებად ისეთი ხალხია დარეგისტრირებული, რომელიც ახლოს არის ლიტერატურასთან და თქვა ამ იგივეს აკეთებ სოციალურ ქსელში და აკეთებ დღეს მაგალითად როდესაც შენ პოპულარული გახდი სხვა თვალსაზრისით. და აქ შეიძლება აღმოჩნდეს მრავალნაირი მკითხველი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც ნაკლებად ეცმის ლიტერატურა და ასეთი აღმოჩნდეს ბევრი. ეს მოახდენს გავლენას ლექსებთან დაკავშირებით. არა. ჩემი ლექსები ადამიანების დიდი ნაწილისთვის არის ცოტა რთულად აღქმები, იმიტომ რომ არის ცოტა რთული რითმა, მარცვლები ცოტა მეტია, თუ შეიძლება 15-იანი იყოს, შეიძლება 16-იანი იყოს და მათ ურჩევნოდეს რაღაც 8 მარცვლიანი ლექსი, ბაღი ვარდი შემიყვარდი და საბათე ჯამში ეკონოდრეს არის ძალიან მაგარი რითმა. ნუ ამას არ ვაპროტესტებ და არც მაგრამ შეიძლება იმ ინერციით მოიწონონ, რაც თქვათ მათთვის არის ნაცნობი, რომ შენ ხარ ბლოგერი, რაღაც თვალსაზრისით ტელეკრიტიკოსი და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. კი, მუშაობს ეს ინერცია თავისთავად და ყველაფერი ესეთი ინტეგრირებულია და ძალიან მჭიდრო კავშირშია. მაგალითად, როცა ვატარებ საჯარო ლექციას, არის იმის შანსი, რომ ადამიანების 70% საინტერესებს ჩემი კონკრეტული თემა საჯარო ლექსია, 20% უბრალოდ ბლოგები მოსწონდეს და ჩათვალოს, რომ ამას ლექციაც კარგი ექნება, 10% უბრალოდ სადღაც ტელევიზორში ყავდნენ ანახი და აინტერესებდეს როგორი ვარ რეალურად. ანუ ეს ყოველთვის აღრევას აკეთებს. მაინც ოპტიმისტური არა, მარტივად ვაკეთებ. ახლა მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ, თორე ცოტა უფრო ცუდი განათლებაა რეალურად. ამას გულისხმობ, რომ შეიძლება ვთქვათ ამგვარი საცდურები არსებობდეს. რაც შეეხება მომავალს, ბლოგოსფეროსი, ჩვენ თქვი, რომ რატომ დავწერო სოციალურ ქსელში, როდესაც არსებობს თუნდაც შენი საკუთარი პლატფორმა, რომელიც ხადია ასევე არის აწყობილი უცხოურ პლატფორმაზე, ეს ან WordPress-ი იქნება, ან ბლოგროლი. მაგრამ საბოლოო ჯამში გარკვეულწილად იქ უფრო გააქვს საკუთრების შეგრძნება, ვიდრე სოციალურ ქსელში, რომელიც რაღაც თვალსაზრისით საერთო სივრცეა. მაგრამ აი ამ ტიპის მომავალში, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ხადია ძალიან გაჭირდება აი ესე ცალკე აღებულმა საიტებმა კონკურენცია გაუწიონ Facebook-ის თუნდაც სტატუსებს, სადაც უფრო ადვილად წაიკითხავს ამ ყველაფერს, ვთქვათ, მკითხველი, ვიდრე ვთქვათ, სადღაც გადამისამართდეს და ასე შემდეგ. ხო. იცი რა გააჩნია რამ ხელა სტატუსს წერ. ანუ თუ წერ ძალიან დიდ მაგალითად ბლოგი ზომის სტატუსს, ამ შემთხვევაში ცალსახად ბლოგი იმარჯვებს, იმიტომ რომ იქ მაქვს საშუალება ვთქვათ, გამოვიყენო ბოლდი, გამოვიყენო ანდერლაინი, აბზაცები დავაშორო Facebook-ზე ეს ერთიან მასად არის წაკითხვადი, რაც ნოუთში შეიძლება, მაგრამ ეს რაღაცა არაპრაქტიკული, ნაკლებად პრაქტიკულია კი. და იქ ასევე საშუალება მაქვს ფოტოები ჩავსვა ისე, რომ ვიზუალური ეფექტიც მოვუყანო, გავუკეთო ასევე სათაური, ნუ ამ შემთხვევაში სტატუსს ვადარებ და არა ნოუთს. შესაბამისად, გააჩნია რას ვწერ, თუ წერ რაღაც ერთ აბზაცს, ამ შემთხვევაში ჯობია სტატუსი, იმიტომ რომ პირდაპირ არსად გადასვლა არ უწევთ, მაგრამ თუ წერ გაყიდვადი სათაურით ბლოგ პოსტს, ამ შემთხვევაში მთავარია გადავიდნენ, დაიწყონ და შემდეგ უკვე მიდიან ბლოგში. ეს სათაური ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი, ქართველი მკითხველისთვის. განსაზღვრელიც კი ხან. ცოტა ზედმეტადაც კი, მაგალითად ერთხელ ჩავატარა ექსპერიმენტი, დავწერე Dunkin Donuts-ზე მსგავსი თემა, რომ ანუ ხალხის ლანძღვაგინება იყო, ბოლოს რა მოვიდა ყელში, ანუ ყველა ლანძღავდა ადამიანს, ვინც იდგა რიგში. დაუნახავები ხართ, ესეთი რაღაც მხოლოდ საქართველოში ხდება და ძალიან გავღიზიანდი, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ხდება, ლოს-ანჯელესშიც ყოფილა ესეთი რიგები, ვინაჟიც ასე შემდეგ. და დავწერე ბლოგ პოსტი ამ ხალხის დასაცავად. და ნუ ესეთი მორალი იყო, რომ ჯერ დაგუგლეთ მაინც, თუ არ ხართ ნაყოფი და არ გინახავთ და იმის შემდეგ თქვით, რომ ეს ხდება მხოლოდ საქართველოში. და მეც შემონებ ჩავგდებოდი რიგში, რომ არ შეეშალა ხელი სამსახურს. მაგრამ სათაურში მეწერა რიგები Dunkin Donuts-თან, თუ Dunkin Donuts-ში და დახამებული ერი. თუ რაღაც, ანუ სათაურში შეიძლება გეფიქრა, რომ მე მას სათაურის სხვა მიმართულებით კარნა. ტექსტი იყო სულ სხვა. შესაბამისად, კომენტარების თითქმის 40% დაახლოებით 30-40% ეხმაურებოდა სათაურს და მლანძღავდა სათაურის გამო. რაც იყო ჩემთვის საშინელება, იმიტომ რომ იმაშინ აღმოაჩინე პირველად, რომ ადამიანების დიდი ნაწილი
დისკუსიას აგებს ხოლმე სათაურზე ის რომ წარმოდგენაც არ აქვს ჩინით რა წერია და მხოლოდ რაღაც კონკრეტული ისეთი შედარებით კომპეტენტური ადამიანები კითხულობდნენ და ამის შემდეგ აკეთებდნენ კომენტარს. და როგორც წესი ვთქვათ, თუნდაც აი ამ ტიპის ტექსტის შემდეგ რაღაც თვალსაზრისით აზრი ალბათ ორად იყოფა და პროცენტული გადანაწილება როგორ არის. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში რას, ანუ ის ხალხი უფრო მეტია დღეს სოციალურ სივრცეში, რომელიც მეტნაკლებად ვთქვათ, აი ამ სიახლეებს ყოველთვის ძალიან რბილად რო ვთქვათ, ეჭვის თვალით უყურებს, თუ ის ხალხი, ვინც არის ვთქვათ, აი ამ სიახლეების დაცვისა და ხადე ვგულისხმობ კარგ სიახლეებს. მეტნაკლებად კარგს, ესეც სადავოა, მაგრამ აიც. ის როგორი თემაა. ანუ ერთი საკითხი არის ის, რომ ადამიანებს გაცილებით ურჩევნიათ გამოხატონ ნეგატივი და დააფიქსირონ თავისი უარყოფითი აზრი, ვიდრე დააფიქსირონ რაღაც თავისი პოზიტიური მოსაზრება. ანუ რამდენჯერმე ჩავატარე ექსპერიმენტი, როცა ვწვევდი რაღაც კარგ თემაზე ვიღაცის ქებადიდებას და ხოტბას, თითქმის არ ქონდა ისეთი გამოხმაურება და 10-ჯერ მეტი ქონდა, როცა ვიღაცის კრიტიკა იყო. ანუ ცუდი უფრო კარგად იყიდება, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ახალი არ არის. და მეც მომიწია მორგებოდი ამ სიტუაციას და გავხდი რაღაც დოსით ცოტა უფრო ესეთი მძიმე კრიტიკის. აი აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით დაწერე შენ რაღაც ბლოგი, ახლა ვნახულობ ზუსტად ჩამოთვლების პრობლემა ხოხვის ყველისფერ. აქ როგორ იყო საქმე? აქ სხვათა შორის უმრავლესობამ დაიჭერა ჩემი ხარა, იმიტომ რომ ცალსახად საღი და რეალიზება ჩამოსულია. იცი რა იყო, ანუ ჩემი ჩათვლით, ჩემი ჩათვლითაც, მაგრამ პირდაპირ გაგებით არ დამეპირისპირებია, ესე ვთქვათ, ანუ მე მქონდა აქცენტი იმ თბილისელებზე, რომელსაც ერთადერთი საამაყო და ღირსებად აქვს დარჩენილი ეს თემა და ადამიანებს განსასწრაფლად თავის დაბადების ადგილის მიხედვით. ნუ დაბადების ადგილითაც, გაზრდის ადგილსაც არ გულს, იმიტომ რომ მე შეიძლება დავიბადე სადღაც და ზუსტად 2 წლის ასაკში გადმოვედი, ვთქვათ, თბილისში საცხოვრებლად. და ისინი ვთქვათ, ვიღაც შეიძლება 5 წლით ადრე განმოვიდა, ანუ ბოლოს მორალი ის იყო, რომ ნამდვილი თბილისელი, რომელიც კმაყოფილია, ბედნიერია და ღირსეულია, არასოდეს არ გააკეთებს მსგავს კომენტარს და ესეც აკეთებენ ის ხალხი, რომელიც ამ ჩამოსულებზე 2-3 წლით ადრე ჩამოვიდნენ და უკვე ესე ვთქვათ, თვლიან თავს მასპინძლებად. ეს უცნაური სათაურს წააწყდები შენს ბლოგებში, ასე ჟღერს დაახლოებით საქართველოში ერთადერთი ლამაზი ქალია და ისიც კაცია თუ რაღაცა დაახლოებით. ასე ჟღერს და ამან რაღაც დიდი მithმა-მოთქმა და პოლემიკა გამოიწვია ესე მახსოვს რა. ზედმეტად დიდი. ანუ ეს მოსაზრება იყო ზოგადად, ესეც არ არის ჩემი სიტყვები, ანუ Facebook-ზე იყო ჩემი ყველა მეგობარი აზიარებდა ამ სათაურს, საქართველოში ერთ-ერთი ლამაზი ქალი, ანუ რაღაც თავისი იუმორისტული პიკის ზეიმი იყო თითქოს. ეს გულისხმობდა ტრანსექსუალი ქართველი ცნობილი. კესოზე იყო საუბარი კი. და ჩემი ბლოგპოსტი სრულიად სხვა რაღაცას გულისხმობდა, მე ვამბობდი, რომ პირველ რიგში როცა გინდა ადამიანს რაღაც კარგი თქვა, კაცად არ უნდა მოიხსენია, იმიტომ რომ ის თავის თავს ართულის კაცად არც არის რეალურად კაცი, ეს ერთი და მეორე რომ ერთადერთი ლამაზი ქალი ამ შემთხვევაში არ არის. მეორეს მხრივაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ქალი ყავს და სილამაზე და მომხიბლელობა არ განისაზღვრება, თქვათ, დაბერილი ტვიჩებით, ლამაზი ცხვირით, მხოლოდ ასე შემდეგ. და ეს მქონდა აღწერილი. და შემდეგ როცა უკვე გამოიხმაურა ქალბატონიკეს ამ თემას და ასე შემდეგ. გამოიხმაურა, საინტერესო. და ბოლოს დავასრულეთ პროფილში, როცა უკვე მოგვიწია ორივეს ახსნა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და ბოლოს დაგვაკავშირეს რატომღაც ყვითელმა პრესამ, რომელიც იაფასიან ინტრიგებზე აგებული. ეს ამდენი არ ვიცოდი. რომ შეგვიყვარდა ერთმანეთ, ხო არა, ძალიან ესეთი მძიმე. ამის შემდეგ ყოველ სიტყვას ზომავ და სახელებს კონკრეტულს თითქმის ფაქტობრივად ფოტო აღარ დამედია რამდენი ხანია მე და ერთი გოგონასი Facebook-ზე, იმიტომ რომ უკვე მეშინია რომ მეორე დღეს რაღაც საიტებზე ვიპოვი რომ ცოლი მოვიყვანე. და მე სუდია ბლოგერისთვის. ბლოგერისთვის შეიძლება არ არის ცუდი, მაგრამ მეგობარ გოგონებს უწევ ესე ვთქვათ სოლიდარობას უცხადებ და ვცდილობ რომ არ შეუქმნა პრობლემა რაღაც პირადი მიმართულებით. კი ბატონო, ერთი კითხვაც მექნება და დავასრულოთ. შენთვის არსებობს რაღაც სტერეოტიპები, რომელიც კაფიოდ არის გამჟდარი განსაკუთრებით სტერეოტიპები განაპირობა საბჭოთა წარსულმა, რომელიც ძალიან მკაცრ დეფინიციებს გულისხმობდა სხვა პროფესიის ადამიანის და ეს დეფინიცია მათ შორის გულისხმობდა იმასაც, რომ მაგალითად ექიმი უნდა ყოფილიყო ასეთი, ტაქსის მძღოლი ასეთი, იურისტი ასეთი, მისი ცხოვრების წესიანად და გამოხატვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. შენ ხარ მარკეტინგის მენეჯერი და შესაბამისად გაქვს ერთი შეხედვით საკმაოდ პროზაული ტიპის, ვთქვათ, სამსახური. ხომ არ, ვთქვათ, აწყდები ჯერ გარედან, მაგრამ შეიძლება ეს სტერეოტიპი გარკვეულწილად სიმართლესაც გულისხმობდეს
კარგულ მინიშნებებს ან წინააღმდეგობას, რომ ერთი მხრივ ხარ პოეტი, ბლოგერი და ამავდროულად სრულიად სხვა თვალსაზრისით მუშაობ და მეტნაკლებად ალბათ რადიკალურად სხვანაირ გარემოში გიწევს შენი სამუშაო დღის წარმართვა. წინააღმდეგობას რას გულისხმობ? ანუ შინაგან წინააღმდეგობას იმ თვალსაზრისით, რომ ორ საქმეში იხლიჩები და გარედანაც ხომ არ მოდის მეტი გარკვეულწილად შენიშვნებიან. ხო, შინაგანი კუთხით ძალიან კარგად არის ყველაფერი, იმიტომ რაც უფრო მეტ რაღაცას ვაკეთებ, მით უფრო ნაკლებად ვეზრდება, ნაკლებად ვიღლები და უფრო პროდუქტიული ვარ. რაც უფრო განსხვავებულს, რაც უფრო განსხვავებულს აუცილებლად, კი. და რაღაც მხრივ კონტაქტების დანახვა შეიძლება პარალელურად ის, რომ რაღაც შოუში მონაწილეობ და ჩემი სახე ამახსოვრდებათ პოზიტიური კუთხით, ეს მეხმარება შემდეგ უკვე მარკეტინგული მიმართულებით კონტაქტების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. პარალელურად ის, რომ მარკეტინგული მიმართულება მჭირდება სამსახურში, იგივე მარკეტინგი მჭირდება, როცა მორიგ ბლოგ პოსტს წერე, რომელიც უნდა შევფუთო რაღაც ისეთი ფორმით, რომ იყოს გაყიდვადი. იგივე მარკეტინგი მჭირდება, როცა საჯარო ლექციას ვატარებ და ამ ლექციას ბევრი ადამიანი დაესწროს და ბევრმა მიიღოს რაღაც პოზიტივი. საერთოდ ჯამში ყველაფერი ერთმანეთთან არის თანაკვეთაში, ანუ რადიკალურად ამოვარდნილი და განსხვავებული ერთმანეთისგან თანაც კავშირის დანახვა შეუძლებელია თითქმის არ არის. გარედანაც შეეხება არის ამდენიმე არაკომპეტენტური ადამიანის ჯგუფი, რომელიც თulis, რომ ლექტორი უნდა იყოს ასეთი და ის არ უნდა აკეთებდეს თქვა იმას რაღაც კონკრეტულს. ხო, თან ლექციებსაც უძღვები შენ და ეს მით უმეტეს გამოიწვევს კითხვის. თუმცა ჩემი შეხედულებით გათანამედროვდა თითქოს ადამიანები და ჩემი შეხედულებები ცოტა უფრო პროგრესული გახდა, თითქმის არ შეხვედრი ვარ რაღაც. შენ თვითონ ხო არ იქნე ამ კომფორტის ველს იმის გამო, რომ ვთქვათ, ეს არასასურველი ხალხი შეიძლება დაბლოკილი გყავს. არასასრული ხალხი ფაქტობრივად დაბლოკილი მყავს, ნუ არაპირდაპირ გაგებით, ხო? ანუ არ მაქვს კომუნიკაცია, მაქვს ისეთი ჩემი გარემოცვა, მაგალითად Facebook-ზე. არა, პირდაპირ გაგებით არ მყავს არავინ დაბლოკილი და სხვათა შორის არც მაქვს ისეთი ნეგატიური გამოხმაურებები, არავის არ მოუწერია რაღაც აშინელება, შეიძლება მოიწეროთ, რომ აი რაღაცაში არ გეთანხმები და ეს უნდა იყოს, როცა ვხედავ, რომ რაღაც სრულად არაკომპეტენტურ აზრთან მაქვს საქმე, ამ შემთხვევაში არც პასუხობ, თუ ხვდები, რომ რაღაცა შეიძლება ლოგიკამდე მივიყონ და გაუნათო გონებ ამ ადამიანს, შეიძლება გამოვეხმაურო, საერთოდ ჯამში ის რაღაცა შევეფერხებინე არ ყოფილა და არც თვლი რომ ახლა მომავალში შეიძლება რაღაც ისეთი გამოჩეს, რამაც ხელი შემიშალოს, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ მეტნაკლებად ესე ვთქვათ, წინასწარ ვიცი რა შედეგი შეიძლება მოყოლოს. გაუაზრებლად არაფერი არ გამიგეთებ. ძალიან დიდი მადლობა, მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებ. ეთერში იყო გადაცემა ლიტერატურა და სხვა, მე გიორგი კეკელიძე გახდით, ჩემი სტუმარი იყო გურამ შერუზია. მომავალ ორშაბათამდე. ლიტერატურა და სხვა. პირველი სამედიცინო რადიო MED-FM 103 წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიძის საავტორო გადაცემას ლიტერატურა და სხვა. ყველაფერი წიგნებსა და მათ ავტორებზე. ყოველ სამშაბათს 19 საათზე. ალღაზე 103.